საღამოშიდობისა ძვირფას ტელემაყურებლებო მოგესალმებით ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ დაპირებისამებრ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ რეპორტაჟს ქალაქ ჩხოროწყუდან სამეგრელოს რეგიონში მიმყოფებით მე შეგახსენებ რომ გრძელდება ბესო კალანდაძის და მისი მეგობრების ტურნე ამ ტურნეს საიუბილეო ტურნე ერქვა ერთი პერიოდი თუმცა გავიდა უკვე რაღაც კონკრეტული დრო წლები მაგრამ აი სამეგობრო აი ესე ერთიანად და აი ესე ერთად წარსგა დღესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც უკვე გითხარით ჩხოროწყუში ჩემს უკან მიმდინარეობს პროგრამის აწყობა ჩემს უკან არიან ის ადამიანები რომლებიც რეალურად დღეს ამ კონცერტს აჩუქებენ ჩხოროწყუელებს მოდი გავესაუბროთ ამ ადამიანებს წამოდი ალეკო თქვენ გაგაცნობთ დღევანდელი დღის მასპინძელს ასე ვთქვათ ეს არის ბესო კალანდაძე ბატონო ბესო გამარჯობათ როგორ ბრძანდებით მადლობთ პატივისებულო კარგად მე მაყურებელს ვუთხარი რომ დღეს თქვენი დღეა და ჩვენ თქვენი სტუმრები ვართ ჩხოროწყუში და აბა ერთი ეს განცდები გაგვიზიარეთ თუ შეიძლება ეხლა კი ბატონო ესე ყველა სტუმარი არც ერთი არა ვართ ეხლა საქართველოს ყველგან ყველა მასპინძლები ვართ ჩვენ ყველგან ჩხოროწყუელებიც თბილისში მე თბილისელი ვარ მაგრამ ჩვენი მასპინძლები არიან ჩვენ საქმე საქართველოს ჩვენი და აი ჩემი მეგობრები აგერ არიან და დიდი მადლობა მათ მობრძანებისათვის დიდი მადლობა ჩხოროწყუელებს ჩვენი დახვედრისათვის და აი ნახოთ დღეს ალბათ კარგი საღამო იქნება ლამაზი რომელიც დარწმუნებული ვარ ისე როგორც წინა ორი ღონისძიება შესანიშნავად ჩაიარა კი ბატონო რა თქმა უნდა წინა ორი ღონისძიება შესანიშნავად იმედი მაქვს რომ დღესაც კარგად ჩაივლის და აგერ დამტყველი ძალა ბატონო თემურ ციკლაური ჩამოგვივიდა ბატონო ნუგზარ რეგემლიძე კიდე მეორე დამრტყმელიძე პატივისცემით სადაც გინდა იქ წამოვა კაცო როგორ გეკადეო არ აღჭირდება შენ არავის დახმარება აბსოლუტურად მაგრამ გვერდში დგომა კი საჭიროა ხო იცი მოკლედ აი ესე ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ეს კონცერტი დარწმუნებული ღირსეულად ჩაივლის თქვენ გექნებათ ამის ნახვის ექსკლუზიური საშუალება და მე მივდივარ ახლა ბატონ მუკუზარაშუაშია და ბატონ ნუგზარ კვაშალისკენ ეს შინარსობრივი სახელია მისი ასეთ ზედმეტ სახელს ეძახიან ხოლმე გამარჯობათ ბატონ ნუგზარ ბესო კალანდაძის კენაღამ კალანდია ვთქვი ახლა სამეგრელოში ვარ ბესო კალანდაძის ჩვენი უსაყვარლესი ძმის და მეგობრის გადასარევი მომღერლის დღესაც იგივე ფორმაშია როგორც იყო ისე ვეღარ არის ზემოთ ვეღარ მარა ნუ არანაკლებში მიუხედავად იმისა რომ მისი ანსამბლი 44 წლის წინ შეიქმნა და ის ლიდერი რომელიც მაშინ იყო კვეთრად გამოკვეთილი სცენაზე დღესაც და ჩვენ გვსიამოვნებს და ძალიან დიდი პატივისცემით დავყვებით მას ასე ვთქვათ ყუთში და ამჟამად სამეგრელოს რეგიონში ჩვენი ულამაზეს ქალაქ ჩხოროწყუში მისი საავტორო შეიძლება იყოს ბესო კალანდაძე სამეგობრო კონცერტი უფრო სამეგობრო რა თქმა უნდა და დღეს ჩამოვიდნენ აგერ ძალიან ბევრი მისი ახლობლები ბესო გაგაცნობთ მათ გვარებს იმიტომ რომ მე არ მინდა წინასწარ ვთქვა იმიტომ რომ მოკლედ წარმატებებს უსურვებ ბესოს და ძალიან მრავალ ლამაზ და მშვენიერ კონცერტებს საქართველოში. მადლობთ ბატონო ჩემო და წეგან ვახსენე რომ დღეს თბილისიდან შემოგვიერთდა აგერ ბატონი თემური უკვე ახსენა თქვა თავის კომენტარი და ბატონი ნუგზარ ერგემლიძე რომელიც დღეს შემოგვიერთდა ჩხოროწყუში როგორ ბრძანდებით ბატონო ნუგზარ მადლობა თავად ხომ კარგად მადლობთ კარგად რა შვება გრძელდება პაემნები სანამ გვეყუთებთან თუ ჯერ არა არ ვიცი რას გადაწყვეტ სცენარისტი, მაგრამ ჯერჯერობით პაემანი არ გრძელდება. დღეს გვაქვს პაემანი ჩხოროწყუში. ბესო კალანდაძესთან ერთად. ბესო კალანდაძის შემოქმედების საღამოები გრძელდება და ჩვენ მისი ძველი მეგობრები ვაჟღერებთ იმდროინდელ სიმღერებს და ზოგიერთ ახალს თავაზობთ მაყურებელს და რა ვიცი, უკვე მთელი საქართველო მოვიარეთ თამამად ითქვას რომ მთელი საქართველო მოვიარეთ და ეხლა ვარ სამეგრელოში ჩხოროწყუში ისე ის თუ გახსოვს ჩემო ნუგზარ საგარეჯოში რო ვიყავით და გურჯანელებს რომ მიესალმ ჩემმა ცოლმა მომკლა მაღაზია ამ გათქვენინავ მაგრამ ძალიან გავს ერთმანეთს და მექანიკურად შემეშალა აი მას ქვია სასიამოვნო კურიოზები, რომლებსაც ეს ადამიანები ძალიან ხშირად ითვლიან ხოლმე დილამშვიდობისა, როგორ ბრძანდებით. კარგ დროს შემოგვისწარით ახლა თქვენ და მოდი ბარემ მიესალმეთ ამ კარგ ხალხს, ვისაც ახლა თქვენ კულისებში ხედავთ და მე რა თქმა უნდა მაყურებელს.
რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ყველასთვის ცნობილი ადამიანები არიან, ჩვენთვის საამაყო ადამიანები და ფაქტიურად მისასალმებელია, რომ ასეთი დონის, ასეთი რანგის პიროვნებები ჩვენთან ჭყოროწყუს მუნიციპალიტეტში გვესტუმრენ. რა თქმა უნდა, აღთოვანებული ვარ თითოეული ჩვენთაგანი და სულ მოგუნთქმელად ველოდებით მათ გამოსვლას სცენაზე. კონცერტის დაწყებას. რა თქმა უნდა, ისე დაპირებულია ეს ხალხი, ჩემო დათო ბატონო, თუ გასულოთ, თქვენ ქორწილში უნდა იმღერონ. კი, შეგახსენ. მახსოვს. მოგეთ, ჩემო ძირფოს ტელემაყურებელო, ასე იყო თუ ისე იყო, ყველაფერი გრძელდება, ყველაფერი მიდის სასიამოვნოდ, პოზიტიურად. ამ ქვეყანაში ხდება ძალიან ბევრი კარგი რაღაც და ჩვენ ვეცდებით, რომ აი ეს კარგი რაღაცები გაჩვენოთ ხოლმე. 1 საათი დარჩა კონცერტის დაწყებამდე და ტელეკომპანია ვარსკვლავები მიყვება აი ამ კონცერტის მსვლელობას. მაშას, წავედით. ეს ლევანდელი ჩვენი იმ უსაყვარლესი მომღერლის, რომელსაც მე გამოვაცხადებ, ლევანდელ კონცერტს დაემთხვა, არის ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის იუბილე, ასე ვთქვათ, დაბადების დღე და მე მინდა უხარე აპლოდისმენტებით მიულოცოთ ბატონ ჯუნბერი ზურიას ლევანდელი დაბადების დღე. ეს 25 წელი და მე ვილაპარაკებ, ხალხო. მე თვითონ და ისტორიულად უგულესი მადლობა კომპანიისთვის ბატონო დათო. ეს დათო მივესალმები და უგულესი მადლობა იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილია ხმა შეტანილი კულტურულ ღონისძიებებში საერთოდ და ლევანდელი კონცერტის ამის გადასტურება. ყველას დიდი მადლობა ვის მონაწილეობა მიიღო ლევანდელი კონცერტის ორგანიზებაში. თამას გაჯაია ჩვენი გამხდარი პროდიუსერი სადარი ვერ ხედავ მე ამავე კონცერტზე გაგაცნობთ დიდი მადლობა მას რომ კიდევ ერთხელ ჩამოგვიყოლა ამ შვენიერ ადგილას და მე მინდა კიდევ აი ამ ყუთის თამამაზე გითხრათ ჩვენ ეს ყუთი ძალიან ბევრი კონცერტის მსვლელობის დროს გვაქვს ხოლმე თან წამებული ჩვენი ჯუჯების კონცერტი რო იყო ვინ იყო ხელი აწიეთ ჩვენ კონცერტზე უყურებთ უბრალოდ მაშინ გქონდა ეს ყუთი, ეს არის სიმესერით დაავადებული ბავშვების ყუთი. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ? მომენატრა თქვენთან თქვენ წინაშე გამოსვლა, სამწუხაროდ მე საკმაოდ დიდი ხნის უკან დიდცელას თავი დავალები, თუმცა როგორც არ არსებობენ ყოფილი ოპერატიული მუშაკები, ასევე არ არსებობ ყოფილი ხელოვანი. ყოველთვის სული დაგუგეთ მაინც სული გული იქაგავს.
მეტი ტემპი ემატება ჩვენ დღევანდელ კონცერტს და იმედია რომ ჩემი კოლეგები კიდევ უფრო გაამხიარულებენ და უფრო კარგად დაფრთხავენ დღევანდელ დღეს. ახლა მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ძალიან საინტერესო პიროვნება ახალგაზრდა ქალბატონი ყველაზე ლამაზი ყველაზე მაღალი სამარგალოს დედოფლობის კანდიდატი სად არის? მაგა ხაჯოია მიესალმოთ. რამე მოიწვიე? მოიწვიე რამე? ო, კაიგულო. მოგესალმებით. როგორ ავართ აბა? ძალიან კარგი, უნდა ვიყოთ კარგად, რახან ბატონი ბესო გალანდაძე ლეგენდარული ადამიანი ჩვენთან ერთად არის, ხო? კიდევ ერთხელ ტაში და დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ მას.
ლეგენდას. შედი შენში. ფეხინდაცია, ხო იცი აქ. ფეხინდაცია და გაიხარო. რავი, რაღაც მომენატრა სამეგრელო და ძალიან იმოქმედა ამ სიმღერა. შენი ცნობილია. და გამოაცხადო ბატონი ლუქსარ ერგენლიძე. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით, სიყვარულით. მადლობთ უფალს, რომ ეს მომენტა საშუალება წესინაში დავუჯერებავი. მე თქვა სიტყვა და მემღერა კიდევაც. დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერს, ლოცავ დამატების დღეს. ეს აუცილებლად უნდა ითქვას, ალბათ ისიც კიდევაც, რომ ჩოროწყუ მთლიანად მე მგონი ზეიმობს ამ გენიალური არაჩვეულებრივი კაცის დაბადების დღეს. აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომსახურე პერსონალს, ვინც ასეთი პატივი დაგდო, ქალბატონი მაკა, რომელმაც ყავა მოგვიდოღა. შაქარი არ ამახსოვდა. ცოტა ნაკლები. ეგ არაფერია. ახლა კი ნება მომენტით მოგესალმოთ და ვიმღერო. აბა ხო? არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია. არავით არის სხვა სამშობლო ამასე მეტი არ გამაჩნია. იმ პატარა სიყვარული ძრებლებს მიხარ იქენ რაგვას დედაჩემი სისხლთვალე ისაუნას ვაჟას მუნდალავნიცას რიშლახიცა ჩოროთმუშიონი პერტალე საქართველოს მანებო და მახარეთ გვენი ფერის ლოვავილები თუ დაბეზე ნონი დირექტ დაღორები ნაპელხუში არასწოლეთ ლავიბლები საქართველოს ლავაზებო საქართველოს მანებო და მახარეთ გვენი ფერის ლოვავილები იყიდება
იარო ვისაცება გინდა დამოდის სცენაზე წავიდა ისაბელაძე ამ სიმღერას და სცენაზე ყველა დამეხმარება ისაბელა ერთად წავიდა მაისო
Amen.